საღამო მშვიდობისა შესრულდა 5 საათი და ტელეკომპანია DS ეთერშია გადაცემა ჩვენი დრო ანისთან და ვიკასთან ერთად. საღამო მშვიდობისა. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა მგვალი მაგიდის ფარგლებში განიხილა თემა სამოქალაქო საზოგადოების როლი სამშვიდობო საქმიანობაში. ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა ამ შეხვედრაზე, მათ შორის ჩვენი გადამღები ჯგუფიც და ნახოთ სიუჟეტი. მე ვიმყოფები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც მგვალმაგიდასთან განიხილება თემა სამოქალაქო საზოგადოების როლი სამშვიდობო საქმიანობაში. მოგესალმებით, მადლობა რომ ეს გადაცემაში იღებთ მონაწილეობას. მოგყვებით ამ პროექტში ICCN რამდენად არის ჩართული ეს ორგანიზაცია? ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და საუბრისთვის. კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი 21 წელია რაც არსებობს და ძალიან ბევრი წელი და ძალიან ბევრჯერ განახორციელებს ბევრი წელი ასევე საქმიანობს კონფლიქტისპირა რეგიონებში სხვადასხვა დროის სხვა მონაკვეთში სხვადასხვა პროექტით. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა მგვალი მაგიდა თემაზე სამოქალაქო საზოგადოების როლი მშვიდობის მშენებლობაში იყო ერთგვარად შემაჯამებელი ჩვენი სამწლიანი მუშაობისა გორში, ახალციხეში და ზუგდიდში. რატომ ვახსენე ის სამი ქალაქი? ჩვენი პროექტი ერთდროულად ფარავდა ამ სამ ქალაქს, ამ რეგიონს, ამ სამი რეგიონის ახალგაზრდა ლიდერებს და ჟურნალისტებს, რომლებიც სპეციალურად შერჩეული კონკურსის წესით მოხვდნენ პროექტში და 3 წლის განმავლობაში ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ. პირველი ეტაპი მუშაობის იყო ტრენინგები და მათი ინფორმაციის თვალსაზრისით და უნარების და ახალი ტექნიკების თვალსაზრისით გაძლიერება. მეორე ეტაპი იყო მათი როგორც გამავრცელებლების საქმიანობა თავიანთსავე რეგიონებში და ასევე მესამე ეტაპი ერთობლივი ღონისძიებების მოწყობა და ერთობლივი აქტივობები ასევე რეგიონებში. დღევანდელმა ორგანიზაციები ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა ფიზიკურ, ასე ვთქვათ, ინდივიდებთან. მონაწილეები იყვნენ მაშინ, ასე ვთქვათ, განაცხად აკეთებდნენ მხოლოდ საკუთარ თავზე. და პროექტის შემდეგ, სადღაც წელიწადნახევრის შემდეგ, პროექტის დაწყებიდან მოხდა ისე, რომ რამდენიმე ორგანიზაცია დაფუძნდა ამ სამ რეგიონში და ეს ორგანიზაციები დაკომპლექტებულია ჩვენი, ასე ვთქვათ, ტრენინგის მონაწილე ახალგაზრდებისგან და ეს ორგანიზაციები არიან როგორც მედია სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები, ასევე სამოქალაქო სექტორში მოღვაწე ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან აქტიურნი არიან და ძალიან მიხარია, რომ გორშიც სხვა სამ რეგიონთან ერთად გორშიც ძალიან კარგი ბირთვი შეიკრა, რომელსაც საზოგადოება იცნობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და მათი როლი არის დიდი და მათ წინაშე არის ძალიან დიდი გამოწვევები. ეხლა უკვე, როდესაც ჩვენ დავასრულებთ ჩვენი პროექტი, ჩვენ ვაპირებთ ახალი პროექტებით გაგრძელებას თანამშრომლობის, მაგრამ ისინი უკვე ინსტიტუციურადაც არიან გაძლიერებულები, მათ აქვთ ორგანიზაციები, ისინი არიან ამ ორგანიზაციის წევრნი და მათ იცნობს რეგიონი და შესაბამისად რეგიონი მათ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს. ვიდრე ნებისმიერ შეიძლება სხვა ქალაქიდან თუნდაც თბილისიდან ჩამოსულ ორგანიზაციას. ჩვენ მე ვთვლი და რომ დღევანდელმა საღამომ მგვალმა მაგიდამ ჩაიარა ძალიან საინტერესოდ, იმიტომ იყო აქტიური დისკუსია, იყო საკითხები, რომლებსაც რაც მნიშვნელოვანია, ერთნაირად უყურებს და აღიქვავს როგორც სახელმწიფო ორგანოების და სტრუქტურების წარმომადგენლები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები და ერთგვარად იყო დინამიური ინტერაქტიული პროცესი, სადაც ორივე მხარემ სამთავრობომ და არასამთავრობომ დააფიქსირა მზაობა თანამშრომლობის. ეს არის ძალიან დიდი შედეგი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რეგიონს, ბევრ ქალაქს უჭირს არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახელმწიფო ორგანიზაციებს ადგილობრივ თვითმმართველობას სწორი და კარგი კომუნიკაცია და კოორდინაცია მithumetes და ერთობლივ პროექტებში. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა გორს, ძალიან დიდი მადლობა ყველა მონაწილეს და ჩვენი მსხვილი, ჩვენი ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, აგრძელებს თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან, იქნება ეს ინსტიტუცია, იქნება ეს ორგანიზაცია, იქნება ეს რიგითი ახალგაზრდები და რაც თავარია, ძალიან დიდი მადლობა კულტურის ცენტრის, ქალაქ გორის კულტურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს, რომელმაც ლომის წილი შეიტანა ამ საქმეში. And I'll write your name.
ძალიან მიხარია რომ ამ პროექტში ბევრი ადამიანია ჩართული, წარმატებებს უსურვებ პირველად. ძალიან საინტერესო სიუჟეტი იყო. დიდი მადლობა შენ ამისთვის და ჩვენი გადაცემის სტუმარია ძალიან საინტერესო და აქტიური ახალგაზრდა ვიქტორ ქარქიშვილი, რომელთანაც ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა. თუ რაზე გვესაუბრა, როგორ ჩაიარა მასთან შეხვედრა, ნახოთ სიუჟეტი. გადაცემა ჩვენი დროს სტუმარია ძალიან აქტიური ადამიანი ვიქტორ ქარქიშვილი. გამარჯობა ვიქტორ, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენს გადაცემაში იღებ მონაწილეობას. ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი არ მინახი ხარ მიუხედავად იმისა რომ ჩემი კლასელი ხარ და მახარებს ეს ფაქტი რომ დღეს ვისაუბრებთ იმ თემებზე რომელიც მე ძალიან კარგად ვიცი, თუმცა მაყურებელმა უფრო კარგად უნდა გაგიცნოს, იმიტომ რომ შენ იმაზე მეტად აქტიური ხარ ვიდრე ნებისმიერი ადამიანი. ეხლა მითხარი რა ეტაპზე ხარ? ამჟამად მაქვს რაღაც გარკვეული გეგმები, რომელზეც არ ვისაუბრებ, გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ უახლოეს მომავალში ძალიან კარგ და ლამაზ გეგმებს და სანახაობებს შემოგთავაზებთ, შეძლებს დაგვარად და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი გოლის მოსახლეობა და ჩვენი მაყურებელი იმედი გაცილებული არ დარჩება ამ ჩემი დაგეგმილი პროექტებიდან. იმედია რომ ყველა რას შემოგვიყვანს. სურპრიზებს გვპირდები ძალიან ბევრს. არ მიკვირს, მაგრამ ეხლა ძალიან საინტერესოა, მაგრამ ეხლა შენზე მოვუყევი ზოგადად მაყურებელს. მე დაახლოებით 6-7 წელია აქტიურად ვარ ცხოვრების რიტმში, ანუ რაც ქვია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტიური ცხოვრება ჩაბმული, მაგრამ მანამდეც არ ვიყავ ისე რომ რაღაც გარკვეული შეზღუდები მქონოდა, მაგრამ დაახლოებით 2008 წლიდან უკვე აქტიურად ვარ ჩაბმული ყველაფერში იმაში, რაც საზოგადოებრივია და ყველანაირად ვცდილობ, რომ არ ჩამოვიჩე ამ საზოგადოების რიტმს და ყველაფერი შეძლებს დაგვარად და რაც შემიძლია იმაზე კიდევ მეტი ვეცადო და გავაკეთო, რათა ანუ მაგალითი გავხდე იმათი, ვინც სახლში არის ჩაკეტილი და გარეთ არ გამოდის და რაღაც პრობლემები აქვს მენტალობისა და ასე შემდეგ. არის რამე ხელისშემშლელი ფაქტორები? ჩემის აზრით ძალიან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორია, თუნდაც იქიდან დავიწყოთ არის არაადაპტირებული გარემო, სადაც ქალაქში გამოდიხარ, რაღაც პრობლემა გვხდება, პანდუსები არ არის გადასასვლელები, არანაირი საშუალება არ არის იმისა, რომ ქალაქში გამოხვიდე და დამოუკიდებლად შეძლო გადაადგილება. ერთი ადამიანი მაინც გჭირდება ქალაქში, რომ დამოუკიდებლად თუ არა ისე მიხვიდე მოხვიდე და რაღაც გააკეთო შენთვის და მიუხედავად რომ შენ ეს არ გიშლის ხელს, ძალიან ბევრი არის, ვისაც ეს ხელს შეუშლის და კარგი მაგის თქმა მინდოდა რომ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი არის გორში და გორის რაიონში, რომელიც აი მაგ გარკვეული მიზეზების გამო სახლიდან ვერ გამოდის და დეპრესიას არის მიცემული და მე ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლების დახმარებით და საზოგადოების გააქტიურებით ეს ყველაფერი მოწესრიგდება და შეიცვლება რა, აი ეს ხალხი უნდა გამოვიდეს გარეთ, რადგან სტატისტიკა არის ესეთი, რომ ძალიან ბევრი იღუპება რაღაც გარკვეული ავადმყოფობების გამო, რომ სახლიდან არ გამოდის და ბევრი არის ესეთი კიდევ, რომელიც უპატრონოდ არის მიტოვებული და არ ყავს იმას არავინ ისეთი, რომელიც დაეხმარება და ვიმედოვნებ, რომ ამ ყველაფერში საზოგადოება ძალიან დიდი წვლილი შეიტანს და დაეხმარება ამ ხალხს, რომელიცაც მართლა უნდა საზოგადოებაში ინტეგრაცია რომ გამოვიდეს საზოგადოებაში. ვიცი რომ სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების უფლებებს იცავ, ძალიან აქტიურად ხარ ჩაბმული და მომიყევი ამ ყველაფრის შესახებ. აი ამ სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კარგი გეგმა მაქვს და იმედია რაღაც პერიოდის განმავლობაში ხარდამჭერა მექნება იმისა, რომ ეს ყველაფერი განახორციელო და რეალურად აქციო მაქვს. ძალიან ბევრი გეგმა იმისა, რომ ეს ხალხი გამოვიდეს, დადგეს საზოგადოებაში და აქტიურად ჩაებან და იყოს ესეთი რამე, რომ არ იყოს გაყოფილი თქვენ და ჩვენ, ვიყოთ საზოგადოების ნაწილი და ვიყოთ ერთიანები, რათა ერთად უფრო მეტ საქმეს გავაკეთებთ, ვიდრე ცალკე და დისკრიმინაციით და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჩემს პროექტებს, ანუ მე ვარ სხვადასხვა პროექტებში აქტიურად ჩაბმული და ერთ-ერთი ჩემი პროექტი ჩართულობა იყო ის, რომ იმართება ყოველწლიურად ქალაქგარეთ გასვლა ერთად არის ხოლმე ქობულეთში ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ხდება წლიური მოხსენების გაკეთება საქართველოს მასშტაბით, თუ რა გაკეთდა და როგორ გაკეთდა. ამ ყველაფერს
ორგანიზებას უწევს კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და შეძლებს და გვარად მე ყოველთვის ვცდილობ რომ აი ამ ორგანიზაციასთან ერთად რაღაცა გარკვეული ძრები მოახდინო იმისა რომ რაღაც შეიცვალოს ჩვენს ცხოვრებაში და კიდევ არის ხალხი რომელსაც აქვს სურვილი რომ დაგვიდგეს ამ ყველაფერში გვერდში გავაკეთოთ ის რაც მართლა გასაკეთებელია და არ არის მისაყურისძირებელი და მე იმეც ვიტოვებ კიდევ ერთხელ რომ ყველაფერი ისე გამოვა როგორც ჩვენ გვჭირდება რომ გამოვიდეს და კიდევ ერთხელ იმას შევეხები რომ აუცილებელია საჭიროება იმისა რომ ხალხის გადამზადება მოხდეს ანუ მოხდეს ჩატარდეს ტრენინგები სემინარები იმისა რომ იყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება რომ არ იყოს რაღაცა გარიყულობის მომენტი საზოგადოებაში ძალიან დაკავებული ადამიანი ხარ როგორც ჩანს და მოგვიყვები შენი ერთი ჩვეულებრივი დღე ჩვეულებრივი დღე ასეთი მაქვს ძირითადად ვარ სახლში რაღაც გარკვეული მიზეზების გამო რომ არ არის თუნდაც ჩემი სადარბაზო ადაპტირებული რომ გავიდე და მოვუკიდებლად რაღაცა შევძლო გასვლა და მეგობრები მეხმარებიან ამაში რომ ყოველთვის როცა არ უნდა დამჭირდეს და უკავშირდები მეგობრებს გავდივარ გარეთ და ყოველთვის გვერდში მიდგანან და უმეტესწილად მე აი როცა გარეთ ვარ მეგობრების წრეში ვატარებ და ახლობლების წრეში და უმეტესწილად კიდევ არის ასეთი შემთხვევები როდესაც კონკრეტულ შეხვედრებზე სემინარებზე ტრენინგებზე ვესწრები და დიდ გამოცდილებას ვიღებ ანუ ცხოვრებისეულადაც და როგორც პროგრამულად და ყველანაირად და მე ამას კიდევ ერთხელ ამას დავამატებ რომ აუცილებელია რომ აი ეს ყველა ჩართულობა მოხდეს. მე კი გავდივარ გარეთ ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ უნდა იყოს ურთიერთ თანამშრომლობა, ურთიერთგაგება და მე ვფიქრობ რომ აი ეს ყველაფერი თუ ეგ მოხერხდება უფრო მეც მიაღწევთ ვიდრე აი ეგრე რომ იმედი მაქვს რომ ჩვენი გადაცემის მერე უფრო დიდ ყურადღებას გამოიჩენენ და ეს რა თქმა უნდა ასე იქნება, მაგრამ ყველაფერი ამის გარდა მე ვიცი რომ შენ ძალიან კარგად ცეკვავ და მომიყევი როდის გაგიჩნდა სურვილი რომ გეცეკვა და ასე შემდეგ. რამოდენიმე წლის წინ დამიკავშირდა ერთ-ერთი ქორეოგრაფიული ხელმძღვანელი გორში, რომელსაც ჰქონდა რაღაც გარკვეული პროექტი, სადაც მე მივიღე მონაწილეობა და საკმაოდ კარგად გავართო თავი ამ პროექტს. რომელიც მე ასე ვიცი რომ საქართველოში იყო პირველი რომელიც მე თავს არ ვიგებ მაგრამ ასე იყო საქართველოს პირველი ადამიანი იყო რომელიც გამოვიდა საჯარო სცენაზე და იცეკვა და აი ამ ყველაფრის მერე უკვე მე თვითონ გამიჩნდა სურვილი იმისა რომ აი ამ საქმეში ჩავრთულიყავი და აქტიურად მიიღო მონაწილეობა მაგრამ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ხელი შემეშალა და ბოლომდე ვერ მივყევი იმას ანუ ის სურვილიც მაქვს და ძალიან კარგი იქნება თუ ხელი შეწყობა იქნება თვითონ გორის მუნიციპალიტეტისგან და სახელმწიფოსგანაც რომ თუნდაც მე და თუნდაც იმ ადამიანებს რომელსაც აქვთ რაღაცა მიზანსწრაფები და სურვილები შეძლებს და გვარ დაეხმარონ რომ ის ყველაფერი რეალურად აქციონად რადგან იმდენია იმაზე მეტია შესაძლებელი რასაც ფიქრობენ რომ ჩვენ არ შეგვიძლია და რაღაცა გარკვეული დაბრკოლებები არის და მაინც ვიქტორ, რას ნიშნავს შენთვის ცეკვა იმ ემოციებზე მომიყევი, რომელიც სცენაზე დგომისას გეუფლება? ეს არის ძალიან კარგი და ლამაზი გრძნობა, რომელსაც მართლა რომ მე ინტერვიუ გადმოსცემ და ისეთ რამეს განიცდა და ისეთი მუხტი მოდის თვითონ სცენიდან და თვითონ მაყურებლიდან რომელსაც მართლა ვერ ჩამოაყალიბებ აზრში ვერ გადმოიტან და ის წუთები, როდესაც მე სცენაზე ვდგარ, არის ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული და აი რო თქვა 2-3 დღით ადრე ნერვიულობ რომ რა და როგორ იქნება და როგორ ჩაივლის და ღმერთის წყალობით ყოველმა გამოსვლამ კარგად ჩაიარა და შესაბამისად მეც მაყოფილი დავრჩი და მაყურებელიც და იმედს ვიტოვებ რომ უფრო ხშირად მომწევს სცენაზე გამოსვლა და შეძლებს და გვარად გავახარებ მაყურებელს. შენი საყვარელი ცეკვა მითხარი რომელია და რატო? ჩემი საყვარელი ცეკვა არის ტანგო, ჯაივი, ფოქსტროტი და აი უფრო ცოცხალი სული დევს ამ ტანგოში და არ არის რაღაცა ნელი, უსუსური და როცა აი ასეთ საქმეს ადიკე ხარ და
ხაზს გაუსვამ, როცა ზიხარეტლში უნდა იყვე, უნდა აჩვენოს ძლიერი და არა რაღაცა გარკვეული უსუსურობა და აი ამის გამო მე მომწონს აი ესეთი უფრო ძლიერი მუხტის გადმოცემა, ვიდრე რაღაცა გარკვეულად დათრგუნვა და მაყურებლის რაღაც უკმაყოფილების შექმნა. ვინ არის შენი პარტნიორი, ვისთან ერთადაც ცეკვავ? ამჟამად პარტნიორი არ მყავს, მაგრამ ყავდა ერთი ძალიან კარგი ადამიანი, რომელიც მართლა ყველაფერში გვერდში დამიდგა და ის ნომერი, რომელიც ჩვენ გავიტანეთ, რეალიზება მოახდინეთ ამ ყველაფრისა ერთმანეთის დახმარებით და მადლობა მინდა უთხრა თაკო ცერცვაძეს და დია თავაძეს, რომელმაც ამ ყველაფრის რეალიზება მოახდინეს. ეს წერანაც ვისაუბრეთ ამაზე, რომ ეს კონცერტი, ანუ ეს პროექტი იყო ერთ-ერთი ქორეოგრაფის გაკეთებული თქვა და ეს ქორეოგრაფი იყო ია თავაძე, რომელსაც მინდა იმ ადამიანების სახელით, რომლებიც იმ კონცერტში მონაწილეობდნენ, მადლობა მოუხადო და წარმატებები უსურვო და მე ამჟამად ვეძებ მეწყვილეს, რომელიც ამ ყველაფერში დამეხმარება და რეალიზებაში ხელს შემიწყობს. მე ახლახანს გავწევრიანდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოცეკვავეთა ფედერაციაში, რომელიც არის პარაოლიმპიური ცეკვების ფედერაცია და ვისურვებდი, რომ გამოჩნდეს ისეთი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერში გვერდში დამიდგება და გორის სახელით გავიტანთ აი ამ ოლიმპიადაზე, რომელიც ჩემთვის როგორც ცნობილია, ჯერ უნდა ჩატარდეს საქართველოს მასშტაბით და მე შემდეგ გადის უკვე მსოფლიო მასშტაბის შეჯიბრი არის და ვისურვებდი, რომ იყოს მხარდაჭერა როგორც სახელმწიფოს და გორის მერიის მხრიდან, ასევე იმ ადამიანების მხრიდან, რომელსაც ეს შეუძლიათ, რომ დამიდგნენ გვერდში, რომ ეს ყველაფერი რეალურად გავაკეთოთ და გავნახორციელოთ და ჩვენი ქალაქის სახელი უფრო შორს გავიტანოთ და ყველაფერში როგორც იყო, რომ პირველებმა ჩვენ გავაკეთეთ კონცერტი, ისე გავაკეთოთ პირველებმა და ვიყოთ პირველები ჩვენ გორში, იმენა საქართველოში. ვიქტორ, გარდა იმისა, რომ ძალიან კარგად ცეკვავ, როგორც ვიცი, კარგად მღერი და მომიყევი. სიმღერა, ამ კონცერტთან ერთად მოხდა ეს ჩანაწერის გაკეთება, რომელზეც გამოვედი ვიმღერე. იმის შემდეგ კიდევ ძალიან ბევრი კონცერტში მომიწია გამოსვლა და ეხლა ჩვენ გქონდა 20 დეკემბერს კონცერტი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ჩემი მეგობრები მაქსიმალურად იყვნენ გამოსულები და იმედია მაყურებელმა ეს ყველაფერი ნახა და მაყოფილი დარჩებოდა ამ ყველაფრით. That's his name is
უფროდეს ქარიცხვაფერი ჩვენ ვისაუბრეთ გარემოს ადაპტირებაზე, როგორია დამოკიდებულება, როდესაც შენ ქუჩაში ეტლით გადაადგილდები. დამოკიდებულება მე ჩემს აზრს გამოთქვა ასეთია, რომ გარკვეული წლების წინ, როდესაც ქალაქში გავდიოდი, იყო რაღაცა გაკვირვებული მზერა და უფრო სხვანაირად მიყურებდნენ, სხვანაირად არ გმქობდნენ, მაგრამ რაც უფრო პერიოდი და წლები გადის, მე უფრო ხვდები, რომ დავხვდები რა საზოგადოების რეაქცია ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ უფრო შეიცვალა და უფრო სხვანაირი გახდა, მიგვიღეს და არ გვქოს ისეთი როგორებიც ვართ და არ არის ის რომ რაღაც სხვანაირი თვალით გიყურებენ, თუმცა ამ ყველაფერს დავძენ იმას, რომ არიან ადამიანები, რომლებიც რაღაც გარკვეული სხვანაირი თვალით გიყურებენ და არის ისეთი შეხედვები და ისეთი რეაქციები, რომლებიც ზოგიერთებს ჩვენთაგანს ის თრგუნავს და აქვს რაღაცა გულის ტკენის მომენტი, მაგრამ არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც მართლა გულთან მიაქვთ ეს ყველაფერი და ისე იქცევიან, რომ ამ ადამიანებს წყენა და რაღაცა გულის ჩაკეტილება დააუწყონ და გვერდში დაუდგენ და დაეხმარონ. მე მინდა აი ამ ყველაფერთან ერთად ვისაუბრო ასეთ რამეზე, რომ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ამ რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩატარდა ქალაქში გამოკითხვა, რომელიც შედეგებით ძალიან ჩემთვის სავალალო იყო, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად მინდა დავძინო, რომ აქ იყო მხოლოდ 16 ადამიანი გამოკითხული და არ იყო რაღაც გარკვეული მასა გამოკითხული და აი ამ 16 ადამიანიდან ისეთი შედეგები დაიდო, რაზეც კადრს მიღმა მე საუბრებოდი და მის გამაოცა ამ შედეგებმა და უფრო კონკრეტულად რო ვუთხრათ მაყურებელს. აი ხო ტელეფონს მოუშველებ, სადაც ეს ციფრები მაქვს მონიშნული. რომ არა ქვია პირის, რომელსაც უნარები აქვს შეზღუდული. დებილი 16 გამოკითხულიდან რომ საინტერესო ვინ შეადგინა ეს კითხვარი. ვინ შეადგინა და ერთ-ერთი ახალგაზრდული ცენტრი ჯგუფი იყო ქალაქში გასული, რომელმაც ეს გამოკითხვა თავის თავზე აიღეს, რომ რაღაც გარკვეული პროექტისთვის სჭირდებოდათ გამოკითხვის გაკეთება და ეს შედეგები იმათმა დადეს და იმათმა მიიღეს. რისთვისაც დიდი მადლობა მინდა მოუხადო ამ ადამიანებს, რომლებმაც ეს პრობლემა გულთან მიიტანეს და გავიდნენ ქალაქში და ეს გამოკითხვა გააკეთეს და როგორ ფიქრობ, ეს გულთან მიიტანა იყო ამ კითხვარების გამოტანა ქალაქში? ამ ადამიანებს ალბათ შესაბამისი პასუხები უნდა ყოფილიყო კითხვარებში. მაგალითად არ უნდა ყოფილიყო დებილი პასუხში. ხო, ეს შეგნებულად გავაკეთეთ, რადგან ერთგვარი ინტრიგა იყო, რადგან ხალხის ცოტა რაღაც დაბნეულობის მომენტი ყოფილიყო, რადგან მიგვიღო იმათგან სწორი პასუხი და არ ყოფილიყო რაღაც მინიშნებული პასუხი რაღაცა გარკვეულზე. და
მე ჩემი აზრით ეს ყველაფერი ამით აიხსნება, რომ ეს პასუხები, ამიტომ ანუ შეკითხვების პასუხები, ამიტომ ჩავწერეთ. ჩემი აზრით პრობლემა იყო იმისა, რომ ანუ ეს გამოკითხვა გავაკეთეთ იმის გულით, რომ ყოფილიყო ადამიანებისგან სწორი პასუხის მიღება და რაღაც გარკვეული შეკითხვები ისე დავსვით, რომ ზოგისთვის ეს პასუხები არის ისე მიღებული, როგორც კითხვაში იყო მოცემული, მაგრამ არის სხვანაირად შენ წეღან ახსენე დებილი და მაგის განმარტება თქვით კიდევაც რომ იყო რაღაც გარკვეული ინტრიგა რის გულისთვისაც ეს გავაკეთეთ კითხვარი და მე მინდა ახლა კითხვარი მაყურებელს გავაცნო და შედეგები ერთად განვიხილოთ. რა ქვია პირის რომელსაც გარკვეული უნარები აქვს შეზღუდული დებილი 0-დან 16-დან 2 ადამიანმა გასცა პასუხი, B სპეციალური საჭიროების მქონე 16-დან 2 ადამიანმა გასცა პასუხი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 16 ადამიანიდან 13 ადამიანმა გასცა პასუხი და D დაუნ 16 ადამიანიდან 1 ადამიანმა გასცა პასუხი. რამდენად ხშირად გვხვდებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი, რომელიც ეთილ გადაადგილდება, სარგებლობს. A არასოდეს 3 ადამიანმა გასცა პასუხი 16 ადამიანიდან, ყოველ დღე ხვდები 16 ადამიანიდან 3 ადამიანმა გასცა, კვირაში ერთხელ 16-დან 3 ადამიანმა, თვეში ერთხელ 16-დან 6-მა გასცა სწორი პასუხი, ანუ პასუხი, წელიწადში ერთხელ 16-დან 1 ადამიანმა გასცა პასუხი. რა არის საჭირო სპეციალური საჭიროების მქონე პირების ადაპტაციისა და რა სახის ჩაგვრას განიცდიან ისინი? A ხელსაყრელი პირობების დისკრიმინაცია 16-დან 11 ადამიანმა გასცა პასუხი, B მათთვის ყველა პირობა იმისათვის, რომ კარგად იგრძნონ თავი. 16 ადამიანიდან 3 ადამიანმა გასცა პასუხი, მოუწესრიგებელი გარემო 16-დან 2 ადამიანმა გასცა პასუხი. შენი აზრით რა არის საჭირო? ჩემი აზრით საჭიროა რაც შეიძლება მეტი ჩართულობა ამ ხალხის გარეთ გამოყვანა და საზოგადოებასთან უფრო ახლოს ყოფნა. დისკრიმინაცია არ უნდა იყოს ჩემი აზრით. როდესაც ქალაქში გადიხარ, უნდა გქონდეს რაღაცა გარკვეული შეზღუდვა, რომ ისი რაღაცა სხვანაირი თვალით მიყურებს და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი არის, რომ რაც ყველაზე მთავარია, უნდა იყოს ადაპტირებული გარემო. რათა დამოუკიდებლად შეძლოს გადაადგილება იქ მაღაზიები იქნება თუ სხვა საჭირო ობიექტები, რომ ჩვენ თვითონვე შეძლოს გადამისვლა და ჩვენი სრული სამეფო გამოყენება საზოგადოებრივ სერვისს. ვიქტორ, შენ სამომავლო გეგმებზე, მიზნებზე, სურვილებზე მისაუბრე. გეგმები ძალიან ბევრია და მრავალფეროვანი, მაგრამ იმედია რომ განხორციელების გზებს ამ ყველაფერს უნახავ და რეალობად ვაქცევი. ძალიან მინდა რომ ყველა ჩემს მეგობრებს დავეხმარო და გორჩი დაუდგე, რომელსაც აქვთ რაღაცა სურვილები, იმედები და შეძლებს და გვართ მინდა რომ ეს იმედები ჩემი დახმარებით იქნება თუ სხვა ადამიანების დახმარებით რაღაცნაირად გავუმართლოთ და მრავალფეროვნება შევიტანოთ მათ ცხოვრებაში. რაც შეეხება სურვილებს, მინდა რომ აი ეს საზოგადოების ცნობიერება იყოს სხვანაირად გაკეთებული, ანუ სხვანაირად მოხდეს და მინდა რომ არ იყოს ეს დისკრიმინაციული ყველა კითხვა, რომელსაც მე შენ გისვა, ბოლოს მაინც და მაინც ამ პასუხამდე მიდის. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და იმედი მაქვს ჩვენი მაყურებელი, ზოგადად ადამიანები ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ. ცოტა დავფიქრდებით კიდევაც რაღაც თემებზე. ძალიან მაგარი ადამიანი ხარ. მინდა რომ წარმატება გისურვო. თუმცა რას ეთყოდი ჩვენს მაყურებელს? შენი მესიჯი რა იქნება? დღევანდელმა ჩვენო საუბრმა ძალიან მე ვფიქრობ კარგად ჩაიარა და მინდა რომ მაყურებელს უთხრა ის რომ ძალიან მინდა რომ ვიყოთ სხვანაირად განწყობილები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ქუჩაში გვხვდებიან და არ უნდა იყოთ რაღაცა სხვანაირი თვალით მაყურებლები. კი ვიცი, მესმის რომ ძალიან ბევრი არის ქალაქში ისეთი, რომელიც ამ ადამიანებს მართლა გულში იხუტებს, აი სულ ამ სტრესულობით გვერდში უდგას, ყველაფერი შეხმარება, მაგრამ არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ძალიან სხვანაირი თვალით უყურებს და აქვთ რაღაცა
სიბრალულის გზნობა და თუმცა მინდა ის უთხრა მაყურებელს, რომ ძალიან მაგარი ადამიანი ხარ, ბევრ ჩვეულებრივ ადამიანზე უფრო მიზანდასახული ხარ, უფრო ძლიერი ხარ, ანუ ყველას, ანუ ეს მინდა რომ უთხრა, როგორი ძლიერები უნდა იყვნენ თუნდაც. მე მინდა ჩემს მეგობრებს, ჩემს თანამოქალაქეებს მოუწოდე იმისკენ, რომ არ იყვნენ რაღაცა ჩაკეტილები, რაღაც გარკვეულად შეზღუდულები და რაღაც დისკომფორტს არ გრძნობდნენ. რაც ჩვენ შეგვიძლია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ეს არ არის კონკრეტულად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ადამიანებზე, ეს არის ზოგადად ადამიანებზე. ერთმანეთს უნდა დაუდგეთ გვერდში, ერთმანეთს უნდა პატივი ვიცეთ და ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი ხარ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ იმისთვის, რომ თბილად დავხვდი, არა მარტო შენი ოჯახის წევრები. გამჩნდა სურვილი, რომ კიდევ ერთხელ მოვიდე შენთან და ამის მიზეზი უნდა მომცე, რა თქმა უნდა იყო უფრო და უფრო აქტიური ადამიანი. ეხლა დაგებშიდობები გისურვებ წარმატებებს. დიდი მადლობა წარმატებებს მეც გისურვებთ და იმედია, რომ აი ამ გადაცემის მერე უფრო ხშირად შევხვდებით ერთმანეთს და უფრო მეტი აქტივობა დაიგეგმება, ანუ ერთობლივად და იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად წავა. რა თქმა უნდა, ამის იმედი ყველას გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა შენ. მადლობა თქვენ. როგორც ნახეთ, საინტერესო საუბარი გამოგვივიდა მე და ვიქტორს, მინდა მას წარმატებები ვუსურვო და ჩვენს მაყურებელს შევახსენო. შეზღუდული შესაძლებლობები ნამდვილად არ არსებობს. ძალიან მიხარია, რომ ვიქტორი ჩემი მეგობარია და მის მაგალითზე კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამით დასრულდა ჩვენი გადაცემა, ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ. და არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენი დრო უცვლელია ორ შაბათს, ოთხ შაბათს და პარასკევს 5 საათზე. ჩვენი დროა. ნახვამდის.